ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს და მის განცხადებულ პოლიტიკას როგორც დახურულ კარებს მიღმა მე პირველივე დღეს მომიდა კონფრონტაცია მაგ თემაზე როდესაც ერთ-ერთი ჩვენი დაპირისპირების საგანი იყო რომ მე მიმტკიცებდა და მე უნებოდა რომ ერთ-ერთი პირობა მათთან თანამშრომლობის უნდა ყოფილიყო რომ საქართველოს დაიწყო 2008 წლის ომი მე ვიყავი დიპლომატი და მეს უნდა განმეცხადებინა ღიად და ამერიკელებს გარკვეული წვლილი ჰქონდათ ამაში ანუ აი ეს კონსპირაციული თეორია უკვე 11-ში ჰქონდა მას წინასწარ დაალაგებული რომელიც საერთო ჯამში ბევრმა გაატარა. მაგრამ მე ამის მომსწრე არის მათ შორის პრეზიდენტ მარგველაში არ იყო მაშინ პრეზიდენტ მარგველაში სერიოზულად დავამოგვივიდა ამაზე და ეს მას თავიდანვე ქონდა აფხაზეთის და ცხინვალის თემა დაკარგული თემა რუსეთთან ეს დაპირისპირება არაფერს არ გვაძლევს ამერიკა შორია აი მე შემდგომში თუ გახსოვთ პერიოდულად გამოჟონა ამ ყველაფერმა რა მე პირად საუბრებშიც გამოვიდა ხაზარაძე ისაუბრა ამერიკელებს რა უნდა ჩავს ზღვაზე მათ შორის სომხეთის მაგალითზე როცა ესე აქტიურად ლაპარაკობდნენ. 11-ში ვიცოდიო თქვენ ახლა ბრძანეთ ბოდიში სიტყვაზე რომ მე მთავაზობდა ის ყოფილიყავი ქართული ოცნების დამფუძნებელი 11 წელს. და იმის გამო რომ ეს პოზიცია ჩემთვის სრულად მეუღებელი იყო მე ვთქვი უარი. მაგრამ შემდეგ იყავით პრეზიდენტ მარგველაშვილის რომელიც ფაქტიურად მიაჩნდა რომ მას აქვს ის მან გახადა. ხო მას მიაჩნდა თან დააკვირდით ბიძინას ახასიათებს რომ აი თუ დააკვირდებით მის გამოსვლებს თქვას და გადათქვას ეს მისთვის პრობლემა არ არის. ანუ რაც აწყობს და ზუსტად იმას ამბობს, როცა უნდა და შემდგომში ამას ალაგებს ისე როგორც მას უნდა. ძირითადი ესე ვთქვათ, გამსაზღვრელი, როცა კონკრეტული თემები ხდებოდა და ამის ძალიან კარგი ესე ვთქვათ, მაგალითი არის პრემიერი კვირიკაშვილი, რაც ამერიკასთან ზედმეტად ახლოს დაახლოვდა. ანაკლიის სპორტი, ხაზარაძე, ჯაფარიძე თავისი ამ ამერიკული კონსორციუმით, როდესაც რეალურად აღმოჩნდა შესაძლებელი ამ პორტის აშენება ამერიკელების ჩართულობით მათ შორის გასოს პომპეოს განცხადებები იმ კრიტიკულ მომენტში იღებს გადაწყვეტილებას ბიძინა და ამას ხსნის რომ ეს მას ესმის რუსეთთან არ გაღიზიანების ესე ვთქვათ ფაქტორით რაც ქართული ოცნების ძალიან დიდმა ნაწილმა ამომრჩევლის ეს ფაქტიურად გაიზიარა იქნებოდა 20 წლის არჩევნები 24 წლის არჩევნები განსაკუთრებით ომი არ გვინდა მშვიდობა ფაქტიურად ნებისმიერი ადამიანი განსაკუთრებით რეგიონში და თბილისშიც კი აი ამ არ გვინდა ეს ბუნებრივი რამეა უმრავლესობა ომი არ გვინდა მაგრამ ეს არ ნიშნავდა მათთვის რუსეთთან დაახლოვებას ანუ ის მოდით პირდაპირ ვაღიაროთ რომ ჩაატარა მასტერკლასი თუ როგორ შეიძლება ომი არ გვინდას პრინციპით დაშორდე დასავლეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ფაქტურად დაიყვანო სტრატეგიული ურთიერთობები ნოლზე და რუსეთთან ის ურთიერთობები ხომ მხოლოდ გაქებენ და მზად არიან რომ გვერდზე დაგიდგენ თუ საჭირო იქნება